2012 წლის 22 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით აჰმედ ოზგენ მელაშვილისა და ჰაირი ოღლუს მოღვაწეობისა და ზოგადად ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული მასალა. აჰმედ ოზგან მელაშვილმა, ჰაირი ოღლუ ვახტანგ მალაყმაძემ თურქეთში მცხოვრებ სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანეს თურქეთის ქართველების ეროვნული თვითშეგნების, გამოღვიძებისა და ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. წელს თურქეთში მოღვაწე დიდი ქართველი მეცნიერის ქართველის ბატონი აჰმედ მელაშვილის დაბადებიდან 90 წელი სრულდება. იგი მოღვაწეობდა თურქეთის რესპუბლიკაში გასული საუკუნის 60-იან 80-იან წლებში. და მას უდიდესი წვლილი მიუძღვის თურქეთელ ქართველთა ეთნიკური თვითშეგნების გამოძიებისა და გადარჩენის საქმეში. რუსთაველის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით, ეროვნული მუზეუმის დახმარებით ხორციელდება დღესის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება თურქეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობების ისტორიას და პერსპექტივებს. გამოფენა გახსნა არქიმანდრიტმა ადამ ვახტანგ ახალაძემ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ქართულ-თურქულ კულტურულ ურთიერთობებში აჰმედ ოზგან მელაშვილის ღვაწლზე. სწორედ თურქეთში ყოფი და ცხოვრები ეთნიკური ქართველები არის ის დუღაბი, რომელზედაც შენდება ჩვენი ორი ქვეყნის არაჩვეულებრივი ურთიერთობები, რომელსაც სხვა გვარი ანალოგი ძალიან ცოტა თუ მოეძებნება. თავად აჰმედ ოზგან მელაშვილი იყო სწორედ ის პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა ხიდი წარსულსა და აწმყოს შორის, ხიდი აწმყოსსა და მომავალ შორის, ხიდი საქართველოსსა და თურქეთს შორის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთიდან ჩამოსული ჩვენი ძვირფასი ადამიანები, რომელსაც სტუმრებს ჩვენ არ ვუწოდებთ. და უპირველეს ყოვლისა, აჰმედ ოზგან მელაშვილის ოჯახის წევრები, მისი მეუღლე და შვილები, რომლებიც ჩვენი თანამდგომნი არიან. გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა, აჰმედ ოზგან მელაშვილის შვილმა ანსამბლ კაპდაღის მთის არწივის ხელმძღვანელმა, იბერია ოზგან მელაშვილმა და სხვებმა. ორგანიზაცია დაადასტურა ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე მეტი პროექტი სხვა სამეცნიერო მიმართულებებთან შედარებით, სწორედ ქართოლოგიური სამეცნიერო მიმართულებებიდან ფინანსდება ჩვენი ფონდის მხრიდან. ერთ-ერთი ნათელი დადასტურება ამისა სწორედ დღევანდელი ღონისძიებაც. მე რა თქმა უნდა არ ვისაუბრებ ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე, იმიტომ რომ ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე თვითონ მისი სახელწოდებაც ვისაუბრობ. მე უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ ესეთი ღონისძიებები არის შესაძლოა მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული იდენტობა და ამ იდენტობის შენარჩუნებაში დავეხმაროთ, ხელი შეუწყოთ, წავახალისოთ ხალხოგარეთმობრები ჩვენი თანამემამულეები. მოგესალმებით საქართველოს ჩვენ მეგობრები, ჩვენი თანამემამულეები. და ფანაიტის არის ჩვენში, როგორც აჰმედ მელაშვილი, როგორც ჩვენ თანამემამულე მოღვაწე, მაგრამ ჩვენი მამა, ჩვენი ოჯახის წევრი. ოღონდ ამებს ყველა ვახტოს და ასე სულ იქნება. ძალიან მიხარია, რომ აჰმედ ოზგან მელაშვილის სახელობით ასეთი კულტურული თურქეთის და საქართველოს მეცნიერული კონფერენცია გადაწყდა და ჩვენი დედამამისთან, ჩვენი დედამამიშვილს ვარ და ჩვენ ნახოთ ყველაფერი მოიწმინოთ და დღემდე როგორც კარგი და ეს უფრო იმ დავადა ჩვენი სურვილია და მამაც სურვილი იყო რომ თურქეთის და საქართველოს თურქეთის ჩვენებებს და საქართველოს ქართველებს ავშენებდა გაგდოს ხალხი არის მართლა ხალხი არის
თვალზე ერთი სამშობლოში შეხვედრა. კარგად გამდებოდი. დიდი მადლობა ამ მონიტორინგ ორგანიზატორებს და დიდი მადლობა ძალიან მიყვარს. ამავე დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა აჰმედ ოსგან მელაშვილის დაბადებიდან 90 წლის თავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია საქართველო და თურქეთი კულტურულ ურთიერთობათა ისტორია, დღევანდელობა და პერსპექტივები. გამოფენა და კონფერენცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში 23 ივნისამდე გაგრძელდა. კონფერენციის მესამე ნაწილი ეროვნულ მუზეუმში ჩატარდა. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილის მირიან ხოსიდაშვილის შეფასებით ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. მისი აზრით, მსგავს ღონისძიებებს ეროვნული ბიბლიოთეკა ყოველთვის მხარს დაუჭერს და აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა აჰმედ მელაშვილისადმი მიძღვნილი საღამო, სადაც გამოიფინა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ლიტერატურა საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობის და კულტურული თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ნაშრომები. ამავე დროს ამ საღამოში მონაწილეობდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საღამოს გამართვაში რუსთაველის ეროვნულმა ფონდმა. ეროვნული ბიბლიოთეკისათვის მნიშვნელოვანია უმოსპინძლოს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორი ღონისძიებას დღეს გაიმართა ჩვენთან და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ასეთ ღონისძიებებს უმასპინძლოთ, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ, მეცნიერული, სამეცნიერო დაწესებულებაა.